სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც ეძღვნება ყველა წმინდანის ხსენებას. დღეს ჩვენ ლოცვით მივმართავთ წმინდანებს და გამოვითხოვთ მათ კურთხევას ჩვენ ცხოვრებისეულ გზაზე, გზის წარმართვისთვის. ყოველ ჩვენგანს ყავს მფარველი წმინდანი, რომელთა ხსენებაც წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება. აი დღეს კი არის ყველა წმინდანის ხსენება ერთად. ისინი ლოცულობენ დღეს ჩვენთვის და დღეს არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ანგელოზის დღე. ამიტომ გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო ანგელოზის დღეს. წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის ცხოვრების სიტყვა, მაცხოვრებელი სიტყვა, მოცემული ჩვენთვის ღვთისგან, ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ისინი მოწმობენ იმას, რომ იესო ქრისტეს მოსვლამ დედამიწაზე დიადი ნაყოფი გამოიღო. სულიწმინდის გარდამოსვლამ დიადი ნაყოფი გამოიღო, რომ სასუფეველის კარი, რომელიც გაგვიხსნა უფალმა იესო ქრისტემ, აი ამ სასუფეველში შედიან მრავალი ადამიანები. და ისინი მოწმობენ იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ წმინდა ეკლესია წარმოშობს განსაკუთრებულ ადამიანებს, დიდებულ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა, როგორც წავიკითხეთ დღეს ჩვენ სამოციქულოში წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები. აი ამიტომაც იგივე წმინდა პავლე მოციქული წერს, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ამ ქვეყანას. ნუ თუ არ იცით, რომ წმინდანი განიკითხავენ ქვეყანას, წერს იგი. იმჟამად წმინდანებს უწოდებდნენ ქრისტიანებს, როგორც სულიწმინდით განათლებულ ადამიანებს. და აი სიტყვა განიკითხავენ ამ შემთხვევაში იმას კი არ ნიშნავს, რომ წმინდანები დასხდებიან სამსჯავროზე და გაასამართლებენ ადამიანებს. არა, არამედ ნიშნავს იმას, რომ მათი სიწმინდე, კეთილი ცხოვრება, მოშურნეობა ამხელს და გამოაჩენს სხვების უზრუნველობას და ცოდვებს. აი ამავე მნიშვნელობით უფალი იესო ქრისტე ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ სამხრეთის დედოფალი აღდგება ამ მოდგმასთან ერთად სამსჯავროზე და განიკითხავს მათ. ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განიკითხავენ მათ. და რომ 12 მოციქული განიკითხავს, განსჯის ისრაელის 12 ტომს და არა მხოლოდ ადამიანებზეა ასე ნათქვამი, არამედ ანგელოზებზეც. მოციქული წერს ასევე, რომ ნუ თუ არ იცით, რომ ჩვენ ანგელოზებსაც განვიკითხავთ. მხოლოდ აქ იგულისხმება დაცემული ანგელოზები, დემონები. და აქაც სიტყვა განკითხვა იმავე მნიშვნელობით იხმარება, რომ ჩვენი მოშურნეობა, სულიერება ამხელს და განიკითხავს მათ უდებებას და ბოროტ ცხოვრებას. აი დღეს ჩვენ წმინდა სახარებაში წავიკითხეთ ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ამ სიტყვებზე უნდა დავფიქრდეთ ძალიან. იმიტომ რომ
ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსასწრებებისგან, სნეულებებისგან და თუ ჩვენ უარყოფთ ამ ჯვარს, როგორც ამბობს უფალი, ჩვენ არ ვიქნებით მისი ღირსი. ამიტომ უნდა ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე მოთფინებით და ქრისტიანული ღირსებით ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა ჩვენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველა წმინდანის ხსენებას, მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა თავისი მადლი და წყალობა, რადგან წმინდანთა ლოცვები არის ჩვენთვის წყარო სიმამაცის, სულიერი ძალების, ჩვენი მსახურების ღირსეულად აღსრულებისთვის, რომლისკენაც მოგვიწოდებს ჩვენ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდითურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.